მოგესალმები დადგა უთხშაბათ საღამოს 8:30 მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა ის ადამიანის განსასწრებას შინახავთ მენერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ ადამიანებს და იმ ხალხს ვისაც ბევრს რამე პრობლემა გაქვთ ბევრი და მინდოდა რომ დღეს რაღაცა ესეთი რუბრიკა დავიწყე რომ ვინც არიან ჩვენი უმაგრესი ნაწილი საქართველოს მართლა სასულიერო პირები, გარდაცვლილი სასულიერო პირები თვეში ერთ ოჯახს აუცილებლად ან ახლობლებს, ან იმას მოვიწვევ ხოლმე და გავიხსენებთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ადამიანები იმის ღირსნი არიან, რომ ეს ადამიანები წინ წამოწიო და ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ და ადამიანი გარდაიცვლება და მე იმდენი პრობლემა ამ ქვეყნეული მესმის ყველაფერიც ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე და რაღაც ძალიან ვიწრო წრეს ახსოვს ხოლმე და არიან მოღვაწენი არიან, რასაც ქვია, როგორც მამა ივანე იყო ჯიშკარიანი ადამიანი რო არ გავიხსენო ხოლმე ეს ადამიანი არ არსებობს და ყოველთვის იქნება ჩვენ თვეში ორ თვეში ერთხელ აუცილებლად მამაოზე აუცილებლად ვისაუბრებთ ხოლმე და დღეს მოვიწვიე დედაო რომელსაც მართლა ძალიან დიდი ტვირთი ერგო ამ ქვეყნად იმიტომ რომ მამა იონის წასვლა ესეთი ადვილი არ არის საქართველოს მოაგდა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ერთად რო არიან ესე რო ზდიან ადამიანებს ესეთი დიდი სახლი აქვს ერთი ლამაზი სადაც ასობით ბავში გაიზარდა და ასობით ადამიანი კაი სიცოცხლე შეძინეს და სიხარული და ბედნიერება დაუბრუნეს ბევრ ადამიანს რა წეგან დედაო მეუნებოდა რომ ათობით აბორტი ჯერ მარტო შეწყვიტეს და თვითონ გაზარდეს ეს ბავშვები და ესენი არიან მათი შვილები და წარმოიდგინეთ ახლა ეს ყველაფერი ტვირთი დედაოზე არის გადასული იმიტომ რაღაცნაირად თული ის ერგო რა სამწუხაროდ ჩვენ და მამაო რო გარდაიცვალა ესე მოხდა რა და მამაო მაინც არ გტოვებს ეციდან მაგრამ მოდი ჩვენ ეს ვკითხოთ ეს ყველაფერი დედაო დიდი მადლობა რომ შეწუხდით რომ მობრძანდით ჩვენთან მადლობას გიხდით იმისათვის და თუ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით გითხრათ რომ ამ ძიმე ტვირთთან ერთად ცხოვრება როგორი არის მამაოს გარდაცვალების მერე და მამაოზეს თუ გეტყვით რამეს ძალიან ძნელი და მძიმე არის დედი იმიტომ რომ ჩვენ მამაოზე თითქმის სულ ყველა მისი შვილები მამებიც დედებიც და ყველა ადამიანები და მამამ გაგზარდა და მთელი თავისი ენერგია ჩადო ამაში მამაო გვასწავლიდა სიკეთეს მადლს და ყველაფერ კარგს და ჩემი მამაო მერე რომ გახდა ცოტა ასაკიანი ხო და მერე უფრო ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება და მოვლე რომ დაგჭირდა მამაოზე ხო არის შემიძლია ძალიან მომენატრა ჩემი მამაო ძალიან მიჭირს ეხლა ზოგი მეუბნება რომ შენ მონაზონი ხარ და ჩვენ უნდა გვიტყრა და ხო იცი რომ მამაო უფალთან არის და ზეცაში არის იცი და ადრე შეიძლება მეთქვა ეს მაგრამ მამაოს მერე ამას ვერ ვიტყვი რადგან ჩვენ გულს აკლია მამაო ისეთი ადამიანი იყო დედი რომ მე ყოველთვის მეგონა რომ მამაო რომ ჩემთან იყო და ჩვენთან ცხოვრობდა ხო მე ვფიქრობდი რომ უფალიც ჩვენთან არის რადგან პატარაობიდან მიყვარს ქრისტე ძალიან ხო და უფალიც ჩვენთან არის როგორც კი მამაო ხანდახან გაგვეცლებოდა ხო სალოსობდა და ტყეში გასვლა უნდოდა და სადმე დაყუდებულიყო ხო როგორც კი გაგვეცლებოდა ან ცოტა რამეზე თუ გაგვიფრაზდებოდა და რომელიმე შვილთან წავიდოდა მისი განვიცდიდი მეთქი ალბათ უფალიც გაყვა მეთქი ხო და ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს ყოველთვის ვფიქრობ რომ ნეტავი მეთქი ეხლა რა ხდება მამაო ვიცი რომ ზრუნავს ჩვენზე ზეციდან მაგრამ იმის თქმა გვინდა დედი რომ ყველა შვილებს ძალიან გვიჭირს რიგრიგობით შედიან მის ოთახში და ტირიან მონაზვნებიც და ეს ეფერებიან მის სურათებს
ბერებიც კიდე იმდენად ვერ ამჟღავნებენ, მაგრამ შეხედავ მათ სახეს უმამაოდ გვიჭირს, ძალიან გვიჭირს. ბავშვებსაც. ხო გითხარით, მაშინაც აი შედის ბავშვი და იონე და იქ წვება ხოლმე, წამოწვება ცოტა ხანი მამაოს ეფერება, მამაოს ბალის ჩაიყუდებს. აი ჩვენი მარიამი კიდე და ნებისმიერი დედები, ხოდე როდესაც რაღაცა აწუხებთ, რაღაცას ტკივათ, შევლენ მამაოს საწოლზე, წამოწვებიან და მე იქიდან კარგად გამოდიან, ჯანმრთელად გამოდიან. ხო და აი გვიჭირს მამაოს გარეშე, მამაო იყო უბრალო, ისეთი ადამიანი იყო, ისეთი საყვარელი იყო და რომ მაგის აწერა არ შემიძლია. აი ხო ეხლა იყო ღვთისმსახური და მამაო. აი მე მინახია ადამიანები არიან რაღაცა და აი არ მახსოვს მამაოს და შესაწირ უჩი ჩაეხედოს როდისმე. არ მახსოვს. არც აინტერესებდა არასოდეს. ან თუ ვიღაცა რაღაცას აჩუქებდა, ხო? მას ეუბნებოდა რომ იცი რა, ეხლაო, შენ რო გინდა მოხვიდე და მე ვილოცო და ღმერთჩენი კარგად ყოფნა ვსთხოვობო, ხო? ეხლა თუ შენ ღმერთის იმედი არ აგაგდა თუ ჩემს წინაშე ხარ ეხლა ვალშიო, შენს წინაშე ვარო მე უკვე ვალშიო და არა ღმერთიო, გაიგედე? აი არ უნდა ქნესო. მე კიდე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არაფერი არ შემიძლიაო და ახლა შენ რო ამას აკეთებო. მე რა მოგარჩენ, გაგონკურნავ თუ რაღაცა ეთყო და ნებისმიერ ტაძარში სადაც გინდა წადი და აი ჩუმად ისე შესწირეთ რომ ღმერთმა და თქვენი წოდეთო და არაფრის დებით ყოფილა მომენტი რომ ადამიანი ცოტა წყენით უთქვია რომ არ გამიკეთო და არ და თუ გინა გამოიჯამრთელდეო, ხო? მაშინ ღმერთის წინაშე იყავი ვალშიო და არა ჩემ წინაშეო. რადგან ამ ყველაფრის გამკეთებელი ხალხი რო იმკურნებაო, არის ღმერთიო. აი ესეთი იყო და მამაო. მაინც დედა ვაი გარდაცვალების შემდგომ აი რაღაცა იმ დახმარებას და იმას ხო გწნობთ, რა თქმა უნდა და აი ყოფილა ესეთ შემთხვევა რომ აი მაგალითად რაღაცა გიჭირდათ, ან რაღაცა არ ქონდათ, რაღაცის ისე გადატანის თავი და უცბად რაღაცა გამოჩენილა, გამოუნათებია და გიგრძნიათ რომ აი ეს მამა იონეს ეცინა. მარა მარტო მე. ბევრს და ყველას. არა მარტო მე ვფიქრობ ყველა მიშვილს. მე რომ მამაო ძალიან მენატრება და ყველას ენატრება, ბავშვებსაც ენატრება, იმიტომ რომ თომადამათე მიდიოდნენ, ეფერებოდნენ, ხანდახან მამაო რომ მოიყვანდა ხოლმე, ბავშვებს სადღაც წაიყვანდა, მე შემოვიდოდა ოთახში და სახლში შემოვიდოდა და ვაიმე, ბავშვები დამეკარგაო და არ მინახიაო და რა ვქნა ეხლა მეო და ფაქტიურად მანქანაში ყავდა დამალული პატარები და მე შემოცვივდებოდნენ ერთ ამბავში იყვნენ. მოკლედ, რა ვიცი, დედი იცი რა არ შემიძლია იმის აღწერა და ახსნა და ლაპარაკი თუ როგორი იყო ჩემი მამაო. აი კიდევ ამბობ და ვთქვი რომ მადლობელი ვარ უფალი იესო ქრისტეში რომ ამ საუკუნეში აი ჩემი მამა, ჩემი მოძღვარი მარგუნა მე მამაო ვინ ვარ მე არაფერი და არავინ. აი გუშინ წინ რომ ენატრება მამაო რაც გარდაიცვალა სიზმარშიც იმდენად ვერ ვხედავ გაიგე დედი და ფიქრობ რომ ალბათ მეთქი მამაო ჩემზე გაბრაზებულია თქო და ესეთი რაღაცა ვნახე და ხმა შემომესმა სიზმარში რომ მამაო ლაპარაკობდა მე ავდექი წამოვხდი ვაიმე მეთქი მამაო ხმა მოიღო თქო გუშინ წინ ვნახე ხმა მოიღო თქო და უნდა ვნახო ჩემი მამა თან ვფიქრობ რომ ხო არ მელანდება მეთქი ხო არ მომეჩვენა წამოვხდი ავდექი დედი გამოვედი გარეთ და ეზოში უამრავი ხალხი ათასობით ადამიანები ირგვლივ იყვნენ და რო გამოვედი და ჩემი მამაო მოსულა მეთქი და ყველას ეჭირა ხელში ბლოკნოტი და პასტა საწერი ხო და მე გამოვხედე მამა უკვე სახლს წერეს უვლიდა და ხალხი აი იმდენი ხალხი იყო რომ აი არც კი შეეძლო ყველას მისთან მიახლება მაგრამ მიყვებოდნენ ხალხი და ეხლა რო შევამჩნიე რომ კიდე უნდა მისულიყვნენ მამაოსთან მე უთხარი ჩემმა მამაო ხმა მოიღო მაგრამ ვატყო ვერ არის ცოტა
განერვიულებულია მეთქი და ცოტა მე მეთქი მივალ მამაოსთან დავამშვიდებ დავაწყნარებ მამაოს დაველაპარაკები მოფერები მეთქი და მე ყველას მიგიყვანთ მამაოსთან მეთქი ჯერ მომეცით ფაქტიურად დე ხო მამაოს სიცოცხლეშიც ასე ხდებოდა ბევრი ავადმყოფები მოდიოდნენ ბევრი ხალხი მოდიოდა აი ბევრი იყო არაქართველები იყვნენ უკრაინელებიც რუსებიც უცხოეთიდან ამერიკიდან რა ვიცი საიდან არ მოდიოდა და რომ მოდიოდა ეს ხალხი აი მივიდოდი მამაოს ამ ბოლო დროს არც უნდოდა და ხმას რო არ იღებდა ხაზზე არის ახლა დედაო ერთ-ერთი და თუ შეიძლება რომ დაველაპარაკოთ დედა იოანა რომელიც აი მართლა ბავშვობიდან მამაოს ხელში გაიზარდა და დედაოს გისმენთ დედაო საღამომშვიდობი მოგესალმებით კინეჩალი დიახ დიახ თუ გაიხსენებთ დიახ თუ გაიხსენებთ მამაოს ან ცოტა მძიმერთული ეთერი გვაქვს დღეს და თუ გაიხსენებთ მამაოს შესახებ რამეს იმიტომ რომ თქვენ ბავშვობიდან ესე რაღაცნაირად მოძდებთ და რო არ ჩაგვერთო თქვენი საუბარი არ შეგვეძლო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მამაოს მარხვა მამაოს ლოცვა და მე არ ვიყავი შესაძლებელი ის პერიოდი, იმიტომ რომ დიდი მასწავლი როცა გაიარა მამაო მე მივედი. მამაო მანამდე გაიარა ეს 50 დღიანი დიდი მარხვები, როდესაც მარტო წყალსავდა. და მე ვიცი მონაყოლი მისი მეგობრებიდან თვითონ მამაოსგან. და უკვე როდესაც მომისაზე გადავედით იქ ისეთი რაღაც მოხდა რომ დიდი თოვლი იყო მოვიდა იმ წელს. დიახ. და ჩავიკეტეთ, გუდაურით ჩავიკეტა, მახსოვს რომ ვერტფრენით აწოდებდნენ იქ ტურისტებს, საკვებს, ჩვენც ჩავიკეტეთ. და მამაო იყო თავის კარავში. რა თქმა უნდა ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ რომ ვერავინ მიდიოდა მამაოსთან. და მამაო ჯერ გამოდიოდა. მაგრამ იმდენად ვიცოდით რომ ეს მამაოსთვის ჩვეულებრივი იყო საკვების გარეშე ყოფნა, წყლის გარეშე ყოფნა, რომ შვიდად ვიყავთ, მაგრამ ადამიანურად მაინც დარდობდით. დაახლოებით ალბათ მე-6 თუ მე-7 დღე იყო. ეს მარხვები იმიტომ მოვაყოლე, რომ ჩვენ ვიცოდით მამაოს დამოკიდებულება, მამაოს შესაძლებლობა და იმდენად შვიდად ვიყავთ, მაგრამ მაინც განვიცდით ადამიანურად. მე-6 თუ მე-7 დღე იყო, რომ მამაო მოახერხა გამოსვლა თავის კარვიდან. ჯერ ეგ იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მორჩილები მოვიდნენ, რომ იქითო ქოლთანო გლები არიანო. ხო და თალქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ. და იქო მამაო არისო და რა იქნებაო ნეტაო, მამაოს თავსო იქო გლები არიანო. და მე ამასობაში მოეწია დარჩენი მორჩილები, რომ რა განერვიულობო მე ვიყურეო მაგასო მამაოს გამოსვლასო. გლებიო მიდიოდნენ და ეს უკან მიყვებოდაო. ხო და ჩვენო რომ ხელით ვანიშნეთო, ხო არ მოგეშველოთო და არაო წადითო. და რომ მოვიდა მამაო მე მორჩილებთან რომ დაემშვიდებინა რა ხდებოდაო და მივაცილეო წემდეო რომ არავის ესლოლაო. ეს იყო საინტერესო და ხა რომ მოვიდა მამას კითხე რომ მამა როგორი იყავი ხა ეს 7 დღეს საკვებოდ ეხა თოვლი რო იყო მაგას მიჩვეული იყო მყინვარზეც ყინულს ადნობდა თოვლს და იმას სწავდა მაგრამ ისე კარგად ვიყავი მამაო ისე კარგად ვიყავიო და მე 7 დღესო ჩემ ესეთ ჟილეტში ჩავყავიო ხელიო და ჩემ საუბედუროთო 4 თხილი გამომიხეო და ისე ამოვიყარე მუცელი რომ შევწუხდიო ჯიმი მამა
ეგი ხო დედაო თქვენ პირადად გქონდათ შეხება ისო თქვენზე ძალიან ბევრს დარდოვდა ხოლმე ვიცი და გამიგია ბევრისგან რაღაცა ყოველთვის გქონდა ხოლმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გქონდათ რაღაცა და ფაქტიურად მისიც სუნთქავდით რა და ეხლა როგორ არის ეს ყველაფერი თუ შეიძლება თქვენი მდგომარეობის შესახებათოს რომ მოყვეთ რა ანუ თქვენ ხართ მონაზონი მაგრამ არა უბრალო რაღაც განსაკუთრებული ხართ ჩვენ ეკლესიაში და მე დიდი ხანია ლოგინაწოლი არ ვარ და ჩემმა დაავადებამ ძალიან დამიზიანა თირკმელები. ფაქტიურად მამაოსთან მისვლის დღიდან მე ძალიან მაწუხებდა თირკმელები. და აი რასაც ქვია ღმერთით და მამაოს ლოცვით აი ექიმების გაუგნებულები იყვნენ რომ ფუნქციონირებდა და მე ცუდად არ ხვდებოდი. არაფერი არ მჭირდა, არ ხვდებოდი. ცუდად და აი რამდენი 23 წელი ესე გავატარე ისე რომ მე ამ პროფილის ექიმთან არ ყოფილვარ, არ დამჭირვებია და აი ბოლო წლებში უკვე როდესაც გამირთულდა მდგომარეობა და შეხო არ ვიცოდით რომ მამაო გასვლას აპირებდა ამ ქვეყნიდან. აი მაშინ მამაო თქვა თვითონ რომ ამას ეხლა დაჭირდება ოპერაციაო. და ის იყო სასწაული რომ ზუსტად მამაო დაკრძალვის დღეს შევედი ოპერაციაზე. ანუ დამტოვა ექიმებთან და ისე გავიდა ამ ქვეყნიდან. დიახ. და წარმატებით. მანამდე არ დამჭირებია სანამ ის გვერდზე ვიყავი არაფერი. დედაო ეხლა როგორ არის ეს მდგომარეობა თუ შეიძლება რომ გითხრათ და აი მამაოს მოვიდა საავადმყოფოში დედაო და მამაო და დედა მოთხრა დედა ბარბარემ რომ ჩვენი გოგო ხო კარგად იქნებაო ისე რომ არაფერი დაჭირდებაო და დედა ბარბარეს მიაფარა პირზე ხელი რომ დაჭირდება ამას ოპერაციაო დაჭირდებაო ამასო და მამაო რო წავიდა ცოტა ხანში მეც გამირთულდა ეს მდგომარეობა და მამაოს დაკრძალვის დღეს მე ოპერაციაზე შემიყვანეს და თირკმელი გადამინერგეს. დედაო წარმატებები დიდი მადლობა ზუსტად ვიცი როგორ გაკლიათ მამაო ეხლა თქვენ თელ საქართველოს დააკლდა და ეხლა თქვენ როგორ მოგაკლებოდათ წარმომიდგენია და აი სასწაულად მართლა ოღონდ იმდენად არ ვიცი გვავარჯიშებდა ამაში მამაო რომ ღმერთზე უნდა იყოთ ყველა მიჯაჭვლიო და არა ადამიანებსაო ქუჩაშიო რომ მიდიოდესო მოძღვარიო ველი რომ მიდიოდესო გააჩერეო შენიო ეს აბოდა ნაგავს ახსარებ შენი ნაგავში აწმინდეო ანუ ახსარება უცხრი და გაიარეო მოვა ისეთი დრო სანატრელი იქნებაო ახსარების ჩაბარებაო არასოდეს არ მიეჯაჭოთ ადამიანებსო მოძღვრის სახით იგულისხმნა მხოლოდ ღმერთსო კიდე რას წინასწარმეტყველებდა თითქოს რომელიც აი მიახლობით გძნობთ რომ ახდება ან ახდა აი ბოლოს თქვა რომ ეხლა ისეთი დაღმართიაო მამაო ისეთი დაღმართიაო რომ ესით ეხლა აღმართი უნდა დაიწყოსო ეხლა არის დაღმართის პიკიო ამის მერე უნდა დაიწყოს აღმართიო საინტერესოა და როგორ გიჭირთ ვიცი და როგორ გეხმარებათ აი მე რა მინდა იცით რომ აი ბევრი ადამიანი არის გარდაცვლილის პატრონი და აი როგორ გეხმარება აი რაც მამა ივანე გარდაიცვალა ხო თქვენ ეხლა ხო დარჩი წარმოვიდგინეთ რა დღეში ხართ ხო ამდენი წელი ეს კითხი არ ყოფილვარ მის გარეშე ხო და აი როგორ აი სხვა ადამიანებმა როგორ დაამყარონ მათ მიცვალებულებთან კონტაქტი და როგორ იგრძნონ რომ ის არ წასულა ის მისი სულიერება და მისი ძალა როგორ იგრძნონ აი სხვა ჭირისუფლება აი ზუსტად ამას გვეუბნებოდა წეღან რაც გითხარით რომ თუ თქვენ იქნებით ღმერთთან და იქნებით ჩემთანო და თუ თქვენ ჩემთან იქნებითო მხოლოდ მაშინ იქნებით კეთთაყვანისმცემლებიო ამას აი ძალიან კაცრად გვეუბნებოდა ძალიან კაცრად უნდა შეძლოთ აუცილებლად ნებისმიერი მღვდლის რომელიც ქრისტეს განასახიერებს პატივის ცემა და აუცილებლად გრძალვა უნდა ქონდეს აღსარების დროს ზიარების დროს და არასოდეს მაგას სულ გიქადაგებდა რომ არასდროს არ მომეჯაჭოთ მე ვარ რიგითი ცოდვილი ადამიანი
და თუ თქვენ ჩემი მოსწავლეები ხართ, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს უნდა მიეჯაჭვოთ. თუ ვიქნები, თუ ღმერთოდ და მათთან არ ვიქნები, შესაბამისად მამაოსთანაც არ ვიქნები და არც ის იქნება. ერთი დღე არ ყოფილა მისი გარდაცვალების მერე მის გარეშე. არც ავადმყოფოში, არც სახლში. დიახ და დედაო, ეხა 30 წელი თითქმის თქვენ ესეთ მძიმედ ყოფათ, გივლიდათ, ყოველთვის მოდიოდათ რაღაცა ის და აი ეხლა უბრალოდ მაინტერესებს ის თქვენი პირადი მდგომარეობა როგორი არის და რას ფიქრობთ თქვენ რომ ანუ აი მამაო მისი წასვლით, მისი აი თანადგომით თუნდაც ზეციდან რა დაგავალათ და რა დაგიტოვათ? აი რა უნდა რას ფიქრობთ მიახლოებით ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში აი ჩემ მდგომარეობაზეა საუბარი პირადად კონკრეტულად აი წლებია მიქადაგებს იმას რომ არასოდეს იფიქრო რომ შენ ხარ ავად. ყოველთვის გამოიყენე შენი ავადმყოფობა საფრთხოდ. ფაქტობრივად ისაკმან მე ნათქვამი რომ მეტა ფეხები არ გქონდესო, მეტა ბრმა ვიყო, მეტა ხრო ვიყო, და მხოლოდ მისიყო მიჯაჭველიო. როგორც კი ჩაცვლი რომ შენ გიჭის ფიზიკურად და შენ ხარ ავად, ეგრევე მოშორდები ღმერთსო. იმიტომ რომ შენი მდგომარეობა განკუთვნილია იმისთვის, რომ იმაზე უკეთ ადიდო ღმერთი, ვიდრე ფეხზე მდგომი ადამიანები ადიდებენ. აგას გარიგებდაც? როგორც კი, აი სასწაულად, როგორც კი თავში ვიცოდებო, როგორც კი მიხვდებიო, რომ შენ წევხარ, იმიტომ რომ ავად ხარ რაღაც გიჭის, ჩათვალე რომ შენ შეწყვიტე ღვთისდიდება. ძალიან დიდი მადლობა დედაო და 1-2 სიტყვით კიდე რამეს თუ გაიხსენებთ, დაგვარიგებთ და აღარ შეგაწუხებთ მეც, იმიტომ რომ ვიცი რომ პირველი აღსარება. დიახ. პირველი აღსარება მამას რო ჩავაბარე და რომ გამოვედი კელიდან გონება დავკარგე. და რომ მოვიდა და რომ მომასულიერა დედამ და მამამ, კითხი რა დამემართათ ხო? აი პირველად შეგნებულად გააზრებულად დასრულო მორაჭავება. როდესაც ადამიანი ესე ამოალაკებს სულს და პირველ აღსარებას აბარებსო, ის განიტვირთებაო უკეთური ძალისგანო, ცარირი დარჩებაო. და შენ გონება დაკარგი ამისგანო, იმიტომ რომ ადამიანი დგას ორ ძალაზეო, ან საღვთო, ან საეშმაკო. შენ ახლა გაგშორდაო უკეთური ძალაო და ახლა უნდა დაიწყო შენებაო და გროვება ღმერთისო. რავი რა ვთქვა, დიდი მადლობა, ესეთი რთული ეთერი, რა ვიცი, 16 წელია გადაცემა მიმყავს და რავი ძალიან იშვიათად თქვენი. დედაო, ძალიან დიდი მადლობა და მე შევეცდები რომ კიდე რაღაც ეტაპობრივად ჩაგთოთ ხოლმე სხვადასხვა ეთერებს აუცილებლად მამაოს შესახებ გავაკეთებ და მამაო ის ადამიანი არის, რომელიც უნდა გვახსოვდეს. ძალიან ბევრი, რადგან ხშირად ჩემს გვერდებზე იყო მამაო, ძალიან ბევრი ჩანაწერები და ქადაგებები მაქვს, ახლა მე ვცდილობ ესენი ავტორთა, იმიტომ რომ სასწაულად გვიგზავნო და ამას მამაო თუნდაც სასწაულების გამოვლინებას რომელსაც კამერები აფიქსირებდნენ ამას სასწაულად გვიგზავნო და რომ ჩვენზე არაფერი არ გამოაქვეყნოთ არ ჭირდება ბერტაში ეს ტაშიაო ბერისთვისო და ამას სასწაულად გვიგზავნო და მე ვფიქრობ ახლა ყველას ეკუთვნის მამაოს ქადაგებები და ჩანაწერები დედაო, დიდი მადლობა ჩართვისათვის, გაიხარეთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მადლობა თქვენ, რომ ეთერს ეთმობთ ჩემ მამას, ყველას მამას. გაიხარეთ, დიდი მამაია. მადლობა, სულ დაუთმობ ხოლმე, აი ყოველთვის აბსოლუტურად აი ეს მართლა ლეგენდა ხალხი მინდა რომ ყოველთვის იყვნენ ხოლმე ჩვენ ეთერში აუცილებლად რაღაცა იქნება ყოველ თვე აუცილებლად ეხა შემდეგ კვირაში ერთ-ორ კვირაში ალბათ აუცილებლად ეხა გავაკეთებ კიდე მამაოს 40 უწევს მამა კახაბერის და მაგასაც გავაკეთებ აუცილებლად ამ დიდი ადამიანის მე მამა სოგრატის აუცილებლად მოვიწვევ სასულიერო პირებს რომლებიც ილაპარაკებენ მასზე და იმ ხდლებს საერთოდ ვინც უნდათ რომ რაღაცნაირად
ისტორიამ შეჭამოს, ვერ შეჭამს. აუცილებლად უნდა ითქვას ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ ბოროტი იბძვის იმისაც, რომ აი მათი სიკეთე ესე რაღაცნაირად დაიმალოს და მე მინდა რომ აი ეს ადამიანები სულ გამოჩნდნენ ხოლმე, სულ წინ იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაი გაუკეთებიათ ამ ადამიანებს და არ არის ეს უბრალო საქმე, მინდა რომ ხალხმა იცოდნენ, რომ როგორ ეს საქართველო ვინ შექმნა და როგორი ადამიანები ქმნიან ამ საქართველოს და ამ ადამიანებს ეტაპობრივად აუცილებლად იქ რეგიონში ძალიან ბევრი მოძღვარია გარდაცვლილი, იმათაც გავიხსენებ, ყველას აბსოლუტურად ოჯახის წევრებს იმათ მოვიყვან და ყველას გავაშუქებ, იმიტომ რომ ეს უნდა ვიცოდეთ, ჩვენ აუცილებლად ეს ადამიანები თუ არ გვემახსოვრება, ხშირად ხდება ხოლმე ადამიანებს აქვთ ის მომენტი, რომ მათგან უნდა დაიწყოს და ესე არ არის. ჩვენ ვისგან მოვედით, ეს უნდა ვიცოდეთ რა და აუცილებლად აი ეს ხალხი უნდა გვახსოვდეს ხოლმე ყოველთვის და ამით დაიწყო, ამათმა გადაიტანეს ძალიან ბევრი ტკივილი, ქვემა, ის მართლა რომ ეკლესიის დევნა იყო და რაღაც სასწაულები რო ხდებოდა, ის პერიოდები გამოიარეს და ეს ისე არ უნდა ჩაიაროს. ასე რომ აუცილებლად სანამ გვემახსოვრება ესენი, იქამდე ჩვენ ეკლესია იქნება მაღალ საფეხურზე ყოველთვის. ეკლესია ყოველთვის მაღალ საფეხურზე იქნება, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იქ ეკლესიაში არიან, წარსულზე დგას რა, აუცილებლად ყოველთვის, იმიტომ რომ ეს ისტორია ნებისმიერ ხატს და იმას რო უყურებთ, ეს არის ჩვენი ისტორია და ეს უნდა გვახსოვდეს. და დედაო, თუ შეიძლება თუ გადავალთ კიდე რა, იმ თემაზე რომ რას გაიხსენებთ კიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ხა დღეს განიცდის მამაოს არ ყოფნას რაღაც. აი რას ურჩევთ იმ ადამიანებს? იცი, ხა ჩვენ დედი მართლა დიდი მონატრება გვაქვს მამაოსი, მაგრამ მაინც ვგრძნობთ, რომ მამაო ჩვენთან არის. აი მამა კახაბერი ატარებდა წირვას და რაღაც იქ მოხდა რაღაცა და აი კი არ მახსოვს ოღონდ დედი და უთხარი მამაო დამეხმარაო, ესე მითხრა. მამაო დამეხმარაო წირვაზე და მასქენია უცბათო მამაო აქ იყო. კი დიდი ყველა ვგრძნობთ, აი ყველა, მაგრამ რატომ ხაც ისე მენატრება კიდე მინდა, აი თუნდაც ის მასში რომ აი რო გარდაიცვალა ბევრი ბეფერე ფეხებზე კოცნე ჩემ მამაოს და ალბათ იმიტომ ვერ ვხედავ. ოჯახია მიჩვენა. ხო, ის ოჯახია. ისეთი შეყვარილი იყო დედი, ისეთი თავმდაბალი იყო. აი პატარა ბავშვით დაგემორჩილებოდა რა. ძალიან უბრალო იყო. აი ძალიან უბრალო საყვარელი, ღვთის საყვარელი შვილი, ვიცი რომ უფალი მოეფერება ჩვენ. ტრედი მოფრინდა. მე არ ვიყავი ბაცხიში ვიყავი და ჩვენ რო არ ვიყავით არც ერთი მოფრინდა და პირდაპირ მამაოს პანჯერასთან დაფრინდა. დამირეკა დედა მატრონამ რომ აი ტრედი მოფრინდაო და პირდაპირ და ის იყო მორჩილი მტრედიო რომ მივედიო ავიყვანეო და ვეფერებოდიო და სურათიც გამოგვიგზავნა და აი ესეც რა ვიცი რაღაცის მანიშნებელია. ჩემი მამაო და დედაო რა მაინტერესებს ძალიან ხშირად იყო ხოლმე გურჩათხრობილი, ბოლოსაც რომ ნახე, სულ რაღაცა ტკიოდა, სულ რაღაცა დარდობდა, სულ რაღაცა ღალატის ქვეშ იყო, სულ რაღაცა პრობლემების ქვეშ, ის როგორც ყველა მაგარი ადამიანი, იგივე პრობლემები მასაც თან ახლდა, რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში ისე გადაქვა, აი რაღაცა ღირსეულად ყველაფრის გადამტანი კი არა, საერთოდ არ მოგახვედა თავის პრობლემას, პირიქით აქეთკენ დაგეხმარებოდა შენი პრობლემის მოგვარებაში, ხო წარმოგიდგენთ 1000 პრობლემა თვითონ ქონდა, შე რაღაცა წვიმაზე მიდიოდი და ამას გადმოყვებოდა ხოლმე. აი ეს როგორ ქონდა ხოლმე, აი რაღაცა ეს დიდი ადამიანების თვისებაა, რომ აი მისი იცი რა ქონდა მამაოს და ვაშკაცური იყო და შემართებული. ლოგინშიც რო იწვა და რო იყო ავად და მოხუცი ძალიან საყვარელია ხო და რო იყო ავად თუ კი რაღაცას ისეთ სისუსტეს შეგვამჩნევდა და ან რაღაცა აი კაცრი თვალებით გამოგხედავდა და ვაშკაცურად იყავითო. აი თუ კი რაღაცა ისეთი გვეტკინებოდა ან თავი ბავშვებს, ან გული, ან რაღაცა ხო? ხომ არ გვცემდა ხმას. მოკიდებდა ასე ხელს ბავშვებსაც, ჩვენც და აუცილებლად გამიჩერდებოდა. ბოლოს როცა მამაო გავიდა, მე მაშინ განსაცდელი გადამხდა ჯერ მამაოზე როგორ ნერვიულობდი და ნერვიულობ დღესაც და
ცოტა არ იყოს და დაუბრმავდი. ადრე მოხდა ასე, სულ ადრე მანამ მამაო ლოგინში ჩაწვებოდა და ვინერვიულე რა, ჩემი მამაო, ჩემი ძვირფასი მამაო და პატიოსანი მამაოს იმაზე და ვინერვიულე და მაშინაც დაუბრმავდი სამი თვე. მაგრამ მერე დამიბდა და აი ახლა ლოგინში იწვა, მაშინაც დაუბრმავდი და ისი არ წავიდა აქედან სანამ ხელი არ მომკიდა, არ დამიბრუნა თვალის სინათლეში. ისი არ წავიდა დედი და მამაოს ბოლო განკურნება ის იყო, რომ მე მამაომ განმკურნა იმ დღეს და მე ჩვეულებრივად ვიხედები ახლა. მოსაჭკები მკეთია. ძიმი მამაოსი. ხო და ის რა ქვია. დანარჩენი დედის ავადმყოფოშიც ყველა ექიმები აღნიშნავდნენ, რომ აი ხალხი ინკურნებაო და რო შევდიოდ და ვხედავდით მამაოს გული როგორ ფეთქავდა ავადმყოფოში, ხო? მე ხო ვიცოდი მამაოს ცხოვრება და მამაოს გულით ლოცვები. იქ თავისუფლად იგრძნობოდა, რომ ხალხი ინკურნებოდა. მამაომ სიკვდილამდე, აი გარდაცვალებამდე იბრძოლა და არ გააჩერა თავისი გული და არ გააჩერა, რომ ხალხისთვის ეშველა და მერეც საფლავზეც გავსი რაღაცა ხდება, მიდის ხალხი. მე რომ გითხარით ახლა გუშინ წინ ვნახე მეთქი, ამ ხალხს უთხარი, რომ აი თქო ჯერ მამაოს მივალ და ველაპარაკებ და დავამშვიდებ და მე სულ ყველას მიგიყვანთ მამაოსთან თქო. ეხლა ვაცალოთ მეთქი ძლივს ხმა მოიღო და მოვიდა და გაძლიერდეს ჯერ თქო დედი. იცი რა დაღონებული მამაო ბოლოს იცი რატომ იყო? აი თქვენ რო ფიქრობთ რომ შეიძლება რა აწუხებდა ტკიო და მისთვის ტკივილი არაფერი არ იყო. არც კი დაუწუწუნია და მე ვამჩნევდი რომ მამაოს ამ ქვეყანაზე აღარ უნდოდა. ვამჩნევდი დედი დაჟე რამოდენიმე დღის წინ მანამ ავადმყოფოში დავაწვენდით რო შევედი აი მამაო იყო დაფიქრებული და განადგურებული და რა იყო მე ვთხარი მამაო წასვლა გინდა არა ქრისტესგან გეხვეწებ მე ვთხარი არა ჯერ არ წახვიდე აი ბარემ თავაბინაოთ ეს ბავშვები მეთქი აი მიუჩინოთ თავისი ბუდე მეთქი და მერე თქო მამი ორივე ერთად წავიდეთ თქო ხო და კაი და მე ვთხარი ქრისტეს ხო იცი როგორ უყვარხარ შენ მაინც არ წაგიყვანს მეთქი ჯერ ჩვენ თავს არც მეგონა და არც მჯერო და ხო და ხო კაი თითქოს მოვიდოდა ცოტა ხასიათზე მე ისინი უყვარხარ უფალს მე მოვიდოდა ცოტა ხასიათზე მე ისევ დაღონდებოდა და ამას რატო აკეთებდა იცით ბერი ასეთი როგორიც არის მამაო ამ საუკუნეში ხო ჯერ ისე ადამიანს უჭირს ერთი ცხოვრება და როგორი ძნელი იქნებოდა მისთვის აი ჩვენთან ცხოვრება აი ბავშვები გარეთ ფეხბურთს თამაშობენ არის ჟივილხივილი არის ათადი მამაო პაიტერე მორჩილივით ითმენდა და იტანდა და თუ რომელიმე ბავშვს შევძახებდი რომ აბა გაჩერდით მამამ უნდა დაისვენოს უნდა დაიძინოს მეტყოდა რომ არ უთხრაო მე ვფიქრობ მამაოს სიტყვა ჩვენთვის ყოველთვის კანონი იყო და მამაოს რასაც გვეუბნებოდა იმას რადგან მე ვამჩნევდი ხოლმე ხანდახან თუ მამაო როგორ როცა რაღაცას ისეც ვერ გავაკეთებდით აღარ როცა რაღაც საჭირო იყო როგორ გვეჩხუბებოდა მე ვამჩნევდი მამაო როგორ ამტვრევდა ჩემს რგებს გაიგედედი ეშმაკებს და მიტირია ხოლმე ყოფილა ისეც მიტირია და ჩემი თავისთვის დამისვია შეკითხვა კაცო აი ხო მოვიქეცი ცუდად ხო გავაკეთე ასე კი აბა რაღაცე ვტირი ვარ მამაომ რო დამარიგა და უნდა რომ გავსუფთავდე და ადამიანი გამოვიდე მეთქი ნამდვილი აი ისეთი იყო მამაო რომ იმ დღეებში მე ჩემი შეგრძნებით დავინახე რომ ამას უმციმდა ხალხთან ცხოვრება და ბერი რომელიც დღე-დღე კვეთებულს კითხულობდა ადამიანებს კურნავდა ჩვენ ხო იქ ხილულად ხედავდით რაც ხდებოდა და რა იყო და როგორ იყო ხო და აი ეხლა ქალაქში და ერში მამაოს აღარ უნდოდა სიცოცხლე აღარ უნდოდა და მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით იმის გაკეთება მამაოსთვის რომ იქ ბედნიერი ყოფილიყო
ვერ შევძელით, იმიტომ რომ მამავს სხვანაირი ხო თავიდანვე ისეთი ასკეტი ბერი იყო, რომ ხშირად ათენებდა ტყეში, სადღაც მთებში რაღაცა და აი ახლა ბოლო დროსაც მამავს ხელი შეწყობა ჭირდებოდა, რომ მას დიდხანს ყოლოდა და დიდხანს ყოფილიყო. მაგრამ მამა ვერში წამოვიყვანეთ და ისეთი პირობები ვერ შეუქმნით, რომ ძნელია და ნებისმიერი ბერისთვის, ნებისმიერი ღვთისმსახურისთვის. ძნელია ერში ცხოვრება ისეთი, რომ მამა, როგორიც მამა იყო, რადგან უხილავებთან მამაოს უდიდესი ბრძოლა ჰქონდა. უდიდესი ბრძოლა. ადამიანები დამინახია, ყველა ადამიანები, ვინც კი მოსულა გაჭირვებული და ნდომებია შველა, თუ როგორ იბრძოდა მამაო და როგორ ინკურნებოდა ხალხი. მე არ ვიცი რა. რა მაინტერესებს დედაო? აი, ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი მის სიცოცხლეში კონტაქტობდა და მასთან, მაგრამ აი პანაშვიდებზე და იმაზე ისეთი ბევრი ხალხი ვერ შევნიშნე, როგორიც, უბრალო ირის ხალხი და რაღაცა კი შემში, მაგრამ თვითონ, აი ადამიანებმა როგორ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ბოლომდე უნდათ ადამიანს პატივი და ის აუცილებლად უნდა გააკეთო, რაც გასაკეთებელია, იმიტომ რომ ძალიან გული მწყდება, რომ ესეთი დიდი ადამიანები მიდიან და თითქოს რაღაცა გამოძრავეს, მე არ ვიცი, ბოღმა თუ რა დავარქვა ამას, რომ მე შემდეგ სატირაზეს არ მოდიხარ. მე მაგრა გული მწყდება ეგეთ რაღაცებზე, ეს მე როგორც ჟურნალისტი ვამბობ და უნდა თქვა კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენი სიძლიერე არის ერთობაში. როცა სხვა ხედავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, აი მად არის სიძლიერე, მაგრამ როცა ხედავს, რომ აი ამისთანა ფიგურა გარდაიცვალა, ეხლა ეს არ არის რიგითი, არც მღვდელი, არც მთელი ისტორია არის ეს ადამიანი, ათასობით ადამიანი მოსდევს და ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ღვთის წინაშე და ჩვენი ეკლესიის წინაშე, ხო? რომ გარდაიცვლება ეხლა იქ რომ ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, ეხლა ეჭვი ხო არ გეპარებათ, ხო? და ძალიან გული მწყდება რა, იმიტომ რომ ერის ხალხი, უბრალო ხალხი გაჭირება, რამდენი ადამიანი სოციალურად ვარო დაუცველი იქ ადამიანი ჩამოვიდა, რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ და ყველაზე მაგრა ეგ მიყვარს ხოლმე, რომ აი ეგეთი ხალხი ჩამოდის და დგას. მე შენ ქადაგებას რა აზრი აქვს თუ შენი ქადაგები და მე გამოходი და სიყვარულზე ისაუბრე, ხო? აი ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად არის ესეთი შეცდომები და ეს არის კატასტროფა. ეს არის ჩვენი ეკლესიიდან ჩათვალეთ, რომ აი ღმერთს ძალიან ვანაწყინებთ, რომ ესეთ ადამიანებს წარმოიდგინე ყველა სფეროში აი ამ დონის ფიგურა რო გარდაიცვლება, მთელი სფერო ბეღზე დგება და ჩვენ ეკლესიას რომელსაც მოგვეთხოვება, ხო? რა ძალიან გამიკვირდა, ხშირ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბევრ ადამიანს ეხმარებოდა რაღაცა და მე შემდგომ მოდი და ერთი პანაშვიდი გადაუხადე შედალოცილო ვირას გთხოვს. იმიტომ რომ შენც ხომ მოკვდე. არ გადაგიხდიან არ ჩემ პანაშვიდს და ცუდია ძალიან. თუ შეიძლება ხო, რა ვიცი, გარდაცვლილსაც თუ დაუწყებ ხა რაღაცა ისა ქიშფს და იმას, ძალიან ზუავზე, ესე იგი ძალიან ცუდად ხარ კიდე ზემოდან, ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში, რომ ზოგი გარდაცვლილსაც ეშინიათ ხოლმე და რაღაცნაირად გარდაცვლილიც იმაშება ხოლმე. სარავს ხოლმე, არ ვიცი, ეს ძალიან მტკივა და მე რაც მტკივა, უბრალოდ თქვი, იმიტომ რომ არ მესიამოვნებ რაღაცეები და თუ შეიძლება კიდე აი ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ ის ბავშვები მოდიოდნენ, მე მამაშვილი ვარ, სახელი და გვარიც კი იგივე ქონდა რა და ისე მესიამოვნა და ამდენი არიან კი არა მე ვარო მე მესამე მოვიდა არა მე ვარო და აი ესე და აი ამდენი ადამიანი ჯერ მარტო დაბადეს იმიტომ რომ მამაო მივიდა და მის მშობელს თხოვა რომ გეხვეწები აი ეს არ მოიშო რომ მე გავსდი და 10-ობით და 100-ობით ბავშვი დაიბადა წარმოიდგინე კიდე ძალიან ბევრი გადავარჩინეთ აბორტს ნუ მამაოს გულისხმევით და მამაო ისეთი იყო რომ იმანიცოდა რა იყო აბორტი და რა იყო ბავშვის ისა რაც შეეხება იმის თქმა მინდა დედი მე რომ ბავშვები კი გაიზარდნენ და ეხლაც გუშინ ითხოვდა ერთ-ერთი ბავშვი რომ მომეცითო მამაო სავარცხალი მეო მეც ხო მამაო შვილი ვარო ხო და რაც შეეხება ხალხზე მამაო აი თქვენ რო გული გტკივათ და თქვა ჩვენ რო გული გტკივა რომ მამაოსთან მცირე ხალხი იყო და არ იყო იმდენი მე ჩემი აზრი ასეთი არის ამაზე ჯერ ბევრი ადამიანები ამბობდა რომ აი ვერ მოვასწარით ვერ გავიგეთ ვერ ვნახეთ მაგრამ არიან ადამიანები ვინც მართლა ნამდვილად უნდა მოსულიყო
მე თუ ქრისტე ამოვირჩიე და მე თუ ღმერთი ამოვირჩიე მე უნდა ვიყო ბოლომდე ქრისტიანი და ბოლომდე უნდა გავაკეთო ის საქმე რომ არ გაუშვა აქედან ადამიანი იმ ქვეყანაზე როგორი გულიც არ უნდა მქონდეს ნატკენი რომ მე მას არ მოვეფეროდე აი ყველა ღვთისმსახურებზე მაქვს ლაპარაკი იმისი რომ აი ისეთი ლაპარაკი მაქვს დედი ყველა ღვთისმსახურებზე იმის ლაპარაკი მაქვს რომ შეიძლება ძალიანაც გულით უნდოდა მოსვლა მაგრამ შეიძლება გული რო გქონდა ზოგიერთი ადამიანისგან გინდა ერის იყოს გინდა ღვთისმსახური იყოს და გინდა ვეღარ მოვიდა ხო ზოგმა ვერ შეძლო ხა მაგაზე არ გვაქვს ლაპარაკი ვეღარ მოვიდა ხო დედი და აი ვინც იცოდა და არ მოვიდა და ოდესღაც მეგობრები ყოფილან ან ერთმანეთი მათთვის ძვირფასი იყო ღვთიურად აი ასეთი ადამიანები თუ არ მოვიდნენ მე ვფიქრობ რომ აი არ იქნება სასიამოვნო უფლის წინაშე წარს დგომამდე განამთელი ცხოვრება ვიქნებით ან განარამეს დავიღებთ აქედან არაფერს ხოდი მაგრამ მე გული მტკივა ხო აი ამ გულის ტკენას რა უყო როცა მე ისინი ძალიან მიყვარდა მაშინაც დღესაც ძალიან მიყვარს და აი იმიტომ რომ ხალხს არ ეთქვა რაიმე ან რაღაცა არ გაიჭორა ხო ვერ გადადგეს ნაბიჯი ამიტომ რა უყოთ აბა ღმერთმა ყველა გააძლიეროს თან სიკვდილი ხო დედაო ყველაფერს ამთავრებს ამ ქვეყნად აი ყველანაირ აი შურს ბოღმას რაღაცას აი რო გაიგებ ადამიანი გარდაიცვალა ხო სულ რომ მაგალითად მტერი იყოს სიტყვაზე ვამბობ იქ უკვე უნდა მორჩეს ის მტრობა ის ყველაფერი აბა რა დედი აქ უნდა პირველი უნდა იყოს ისო წავალ მეცვეტყვი სამძიმარს რო ის რო ამბობს ხო იცით აი ესეთი რაღაცა და რა ვიცი ძალიან გული მწყდება მე რაზე იცი რომ სულ ლაპარაკობთ რაღაც ერთობაზე ერთადგომაზე რაღაცა და ადამიანს თუ ფიქრობ რომ სიტყვაზე უჭირს პირიქით არ უნდა იმასქნა გვერდში არ დაუდგე და თუ არ უჭირს მაშინ სათხ ხო სიტყვაზე ვამბობ ხო ეს მომენტი არის მე არ მესმის ხოლმე უბრალოდ ეს ჩემთვის რაღაცა სხვა ენა არის მე მგონი და ძალიან გული მწყდება ხოლმე ეს რაღაცებს იმიტომ რომ არაერთხელ მოხდა იქ მამა ანტონიცო გარდაიცვალა გულიაშვილი მსგავსი სიტუაციაც აი რაღაცა და ეს რაღაცა თან დიდებთან მიმართებაში ხდება ხოლმე და ძალიან გული მწყდება იმიტომ რა პირიქით პატარა რო ხარ შენ შენ რო ხარ პატარა უნდა დააფასო ის რომ ის დიდი არის და იმისგან რაღაცნაირად მიიღო ის მე რა ვიცი მე ესე მგონია და ძალიან გული მწყდება ხოლმე ეს რაღაცები იმიტომ რომ მე სულ მაგას ვცდილობ რომ ჩვენში იყოს ერთობა რა და ანუ ხანახა რაღაცა მომენტები არის გვამხელს რომ ერთობა კი არის შეიძლება ზიზღიც არის ჩვენ შორის და ცუდია ძალიან ეს სათნო და საყვარელია ჩვენი პატრიარქი აი იმისგან უნდა ისწავლონ მაგალითი ძალიან მაგარია მისი გულის სიყვარული უნდა აინთოთ მათ გულში და პატრიარქმა ხო გამოაგზავნა თავისი ისეთი პატრიარქი რომ რაღაცა ისეთი იყო ერთხელ იყო ისეთი მომენტი რომ ნუ რაღაცა თქვეს მამაზე და პატრიარქს თქვა თქვენ დალოცვილებო კაი არაფერი გახსოვთო მამოსგან ნუ თუ კარგი არაფერი გახსოვთო მაგრამ რა უყოთ ასეთია ბერების და მონაზვნების ცხოვრება და ესეც უნდა ყოფილიყო უხალთან აბა ჩვენ ვიტვირთეთ ეს ყველაფერი აი მამებმა საყვარელმა მამებმა ისე რომ გამოყავდა აქ და ახლა დღეს რო გარდაცვლილი არის მამა თეიმურაზი მამა როგორ მიყვარდა დარც ვიცნობდი სულ ტელეფონის იმაში მყავს ნანახი და ეხლა შენი გულის ტკივილი და შენი მოფერება გიორგი როგორი არის მის მიმართ კიდე უფრო მაგარ შეგვაყვარედე კიდე უფრო კარგი ადამიანი ხარ გიორგი ქრისტეს შვილი ხარ და უფალს უყვარ ხარ და ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ჩემი თხოვნა ის არის რომ მოდი ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს შევუნდოთ ცოდვები მოვეფეროთ ერთმანეთს გავახაროთ ქრისტე როდის ხარ როდის იცით რა არის რა მახსოვს დედა ვიხა რამოდენიმე იქ ადამიანი იდგა მამა გიორგი დორეულის მეუღლე იდგა იქ კიდე ერთი ორი ჩემი მეგობარი იდგა რა მითხა იცი აიო ილიასო რო ხე ჩემშვის რო ხედავ მაგის ლოცვით გადარჩავ თორე კვდებოდაო იქ კიდე ვიღაცამ თქვა მე ვიღაცა მოყვარო უიმე ის მამაო სად არისო მაგის მეუღლეო ცუდად რო იყო სულოცულობდნო მაგაზეო და ის მამაო როგორ არ მოვიდა ბანაშვიდზე
აუ და მე დამცხო და მე თან ეს მამაო და ისინი ეს გადავხედე ეს ადამიანებს სიყვარულზე ქადაგებენ რაღაცა და აუ როგორ მეწყინა იცით რომ აი ეს ფუჭის სიტყვები რა გვინდა ხო არ შეიძლება ესე რა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს და აი არ არის სწორი რა ანუ რაღაცა თან განკითხვაც არ მინდა მაგრამ თან აი ეს სიტუაცია რატომ მინდა იცი მოყვე რომ ვისწავლოთ მიხვდი ჩვენ ანუ შეცდომებისგან არ ვართ დაზღვეული ხვალ შეიძლება იგივე მე შემეშალოს უნდა ვიცოდეთ რომ აი ეს შეგვეშალა შენ რო გიჭირდა და რო ეუნებოდი ჩემ მეუღლე იზეილოცე ჩემ შვილზე მამა ჩემზე ილოცე და რო იმაშვებოდი შენთვის ბოლო ნუგეშივით რო ყავდა და რო გარდაიცვლებოდა რო არც მოხვალ და მე კაი სიტყვაზე ვერ გაიგე მე მოიკითხე დედებთან მიდი ბავშვებთან კითხე რომ აი მამა რო გარდაიცვალა ამე ხო არ გიჭირთ აი რაღაცა აი ეს რო არ ხდება ეს კომუნიკაცია ხო მე ჩვენ აქ სიყვარულზე არ დავიწყოთ რა ტყელ-ტყელი ლაპარაკები რა გეხვეწები რა ხდება ხოლმე ხშირად ღმერთი გვივლიდა და ღმერთი გვივლისდე ხო აუცილებლად დედა მაგიტომ ამბობდა მამაოც ჩემი პატრიარქიც გვეხმარება ეხლა პატრიარქის ავტორიტეტი და ის აი დედი ის რა ქვია და ერთი ორი სიტყვაც მინდა რადგან ეთერში ვარ 5 წუთია ბოლო და რაც გინდათ ის ეს გეტყვი დედი მინდა მამა გიორგი დორეულს მადლობა გადაუხადო ისიც მამაოს მეგობარი იყო ადრე მაგრამ მამაო მას არ მიუტოვებია და კიდე უფრო მეტი მოვიდა მამაოს გასვენების დღეს და ისედაც იყო ხოლმე იქ და მამაოს სასახლეც კი აწია და ყველა მამაო მიაცილეს აი ამისთვის დიდ მადლობას უხდი მამაოს სიყვარული რო დაინახა და მამაოს გული რო დაინახა ყველას უხდი ყველა მიყვარს დედი მაგრამ კაი არ გვინდა ხა პატივისცემა და არც არაფერი არ გვინდა ჩვენ სასწაულად გვივლის ქრისტე დედი ჩემ შვილებს არ შეადარ დედა შენც თავს ცემ ამდით პატივს განა სხვასე მიკრო მიხვალ მამა იონეს რა სიმას იზამდი ხო შენ თავს ცემდი ამით პატივს რომ მას აღიარებდი და მიაგებდი პატივს თორე იქ დაეხმარებოდა არა უშავს და ალბათ ასეთი არის ცხოვრება შეიძლება ძალიან გულითაც უნდათ მოსვლა მაგრამ არა უშავს ეგ არა უკან დაიხია იმიტომ რომ იმ ბერის არ იყოს რომელიც მაშინ მოვყევი თუ არა არ მახსოვს სალოსი რო იყო და ადამიანი რო განკურნა ეხა იმ კაც მივიდა და უთხრა რომ მე მომიხადე ბოდიში მოვხადე ღმერთს ბოდიში და გამგიკურნავ ხელსო და იმან ხალხს არ დაანახადე არაფრის დიდებით არ დაიმცირებდა თავს რომ ამ გლახისთვის არა და უდიდესი წმინდანი იყო რომ ბოდიში მოეხადა ამიტომ არა იმიტომ რომ დიდი კაცი იყო და დიდ ხალხთან ჰქონდა საქმე მაგრამ ამიტომ შეეცოდა იმ კაცს იმ მამაოს იმ წმინდას იოანეს ხო და სიზმარში გამოეცხადა აი ჩემი მამაო როგორიც იყო ისეთი იყო გამოეცხადა სიზმარში მოუხადა ღმერთს ბოდიშიო შეეხვეწა მოუხადა დაუჩოქა არა და ადრე რამდენჯერ ეხვეწა რომ მოუხადე ბოდიშიო და არ მოუხადა ეს დაიხარა აიღო პატარა კენჭი ესროდა და ხელი გაუმთელა და მოურჩინა აი ასე ვერ დგამენ ნაბიჯებს მაგრამ ძალიან საყვარლები არიან მამაო მიყვარს უყველა ძალიან ჭკვიანები და ნიჭიერები არიან აი ვეხუტუნე მე მაგათ მაგრამ თუ არიან ქრისტიანები და თუ უყვართ ღმერთი ბოლომდე იყვნენ მამაო ბოლომდე იყვნენ სამწუხაროდ დრო მოიწურა წავიდეთ სხვათა შორის აი დედაო ყველაზე ძალიან მიხარია ის რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი ყავს მამაოს აღზრდილი და ბევრი ერთგული გიხდნენ აუ მე აი ვერ ჩამოვთვლი რა იქიდან ღვთისავარიდან მოყოლებული აუ ძალიან ბევრი არიან დიდი მადლობა თქვენ აი კარგი შვილები ყავს მამაოს დედა ძალიან მაგრები მართლა და თქვენ დედები აუცილებლად საყვარლები ერთი ისა აქვთ ნაკლი რომ ერიდებათ სტუდიაში მოსვლა. აი მამაოც ასეთი იყო დედი. ჩვენთან ბოლნიში ჯერ კიდე ამდენ მამები და ისინი ხო არ ყავდა. რომ უნდათ გადაღება ხოლმე, ერთხელ გადაღებიან ინო კურატაშვილს და თან შვილი მოუნათლა იმას.
აი არაფრით არ იზამდა დედი, არ შემოიყვანდა და დამთავრდა. ხა, დამთავრდა. თქვით არა, იჯექი ჯერით მე დავამთავრე. არაფრით არ გამოვიდოდა და უფლებას არაძლევდა უფლებას რომ ვინმეს რამე გადაეღო და ჩვენ ამას მიჩვეული არ ვართ დე. ძალიან დიდი. არაო, მამაო. ჩვენ ღვთისმსახურები ვართ და რასაც ხოთშორის მეც არ მეწერებოდა ხოლმე ხშირად თორე ძალიან დიდი ისტორია შეიძლება არ წახდით ჯერ დედაო ერთი წამი უნდა თქვა რომ ძალიან დიდი მადლობა ბოდიშ გიხდით რომ აი ესეთი ურთულესი მე და აი ჩემთვისაც იმდენად მძიმე ეთერი იყო რომ რა ვიცი და აუცილებლად იქითა კვირაში დაგიბრუნდებით კიდე ბევრ სასულიერო პირს გავიხსენებ იმიტომ რომ ეს ადამიანები აუცილებლად გვახსოვდეს რა აი გული რაზე მწყდება იცი ვიღაც სპორტსმენი გარდაიცვლება ვიღაცა რაღაცა თანამდებობის პირ რაღაცა და მას უწყობენ ხოლმე რაღაც გახსენებს რაღაცა და აი ესეთი დონის ადამიანები რო გარდაიცვლებიან როგორ შეიძლება რომ დაგვავიწყდეს და არ გავიხსენოთ ხო ჩვენი სირცხვილი იქნება რომ ესე და მე აუცილებლად აი თვეში 1 საათს დავუთმობ გარდაცვლის სასულიერო პირებს ეს რეგიონიდან იქნება თუ რაღაცა იმიტომ რომ ეს ადამიანი წარმოგიდგენთ წელიწადში გავიხსენეთ მინიმუმ 12 ადამიანს და მეცაც გავიხსენებ ხოლმე და აუცილებლად ყოველთვის მათი დღე იქნება ხოლმე ჩემთან იმიტომ რომ ვის რა უჭირს მისიანებს რაღაცა შევახსენებთ თან სხვა ადამიანებსაც რომ ეს ერთმანეთი გვახსოვდეს ყოველთვის და ეს დიდი ადამიანები გვახსოვდეს თან მით უმეტეს რომ რაღაცნაირად რომ იმიტომ რომ ადამიანი იძინებს ისეთი ტკივილით არის სავსე და ამას რომ გავიხსენებთ გაგვაძლიერებენ ეს ადამიანები კარგად ზანდებოდეთ დროებით პატივნებს განსაკუთრებით მოგიკითხავ და იმ ერთგულ ადამიანებს მოგიკითხავთ ვინც აი სიკვდილის ბოლომდე რომ მიყვებით ადამიანს აი იმ ადამიანებს მოგიკითხავ და დიდი სიყვარულით მამაოს აი რა ბედნიერებას გისურვებთ სულ კარგად ზანდებოდეთ დროებით დედაო დიდი მადლობა რომ ხართ აი თქვენ ოჯახს ვეფერები იმ დიდ ოჯახს იმ ბავშვებს ვეფერები რომლებიც აი ესეთ ტკივილით არიან იმიტომ რომ მამაო აღარ ყავს მაგრამ აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად დროებით და მაინც მამაო ჩვენთან არის და თავის საქართველოს უვლის აუცილებლად მადლობა გიორგი დიდი მადლობა პირიქით დიდი ლოგიხუტუნე და ჩემი ყველას მადლობა ეთერის კარი ყოველთვის იქნება ღია დიდი მადლობა და მადლობა ამ ტელევიზიას რომ ყოველთვის ითვალისწინებს ამ ფაქტორს ღმერთმა ჯამთელი აუცილებლად აი ჩვენი საყვარელი მოხუცი პატრიარქი გენაცვალეთ თქვენ და იქნება აუცილებლად კარგად ზანდებოდეთ დროებით